გიფიქრია ოდესმე, რომ თბილისში არსებობდა დღესასწაული, რომელიც ერთდროულად თეატრს, ქაოსსა და პროტესტს აერთიანებდა. ყეენობა ძველ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამავე დროს სიმბოლური დღესასწაული იყო, რომელიც განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში აღინიშნებოდა. ის აერთიანებდა თეატრალურ წარმოდგენას, კარნავალს და ხალხურ პროტესტს. ფორმით მხიარული, თუმცა შინაარსით საკმაოდ მძაფრი. ამ დღეს ქალაქში ჩნდებოდა მთავარი ფიგურა, ყეენი. ეს პერსონაჟი როგორც წესი განასახიერებდა დამპყრობელს, რომელიც საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში ჩაგვრასთან და ძალაუფლებასთან ასოცირდებოდა. თუმცა ყეენი მხოლოდ კონკრეტულ მტერს არ ნიშნავდა. ის უფრო ფართო სიმბოლო იყო, უცხო ძალის, უსამართლო მმართველობის ჩაგვრისა და იმ ყველაფრის, რაც ხალხს ზემოდან თავს ახვევდა. მისი კარიკატურული გადაჭარბებული სახე ხშირად სწორედ ამ ძალაუფლების აბსურდულობას უსვამდა ხაზს. ყეენს თან ახლდა მისი ამალა, კარიკატურული და ხშირად აბსურდული პერსონაჟები, რომლებიც საზოგადოებრივი ტიპაჟების ირონიულ გამოსახულებადაც გვევლინებოდა. ქუჩები ივსებოდა ხალხით, პროცესია მოძრაობდა ქალაქში, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ხუმრობდნენ და ერთგვარ სპონტანურ თეატრსაც ქმნიდნენ. ყეენობა არ იყო მხოლოდ სანახაობა, ის იყო საშუალება, რომ ხალხს საკუთარი ემოცია, უკმაყოფილება და დამოკიდებულება გამოეხატა იმ ეპოქის პოლიტიკურ თუ სოციალურ რეალობაზე. დღესასწაულის კულმინაცია ყეენის გასამართლება და დასჯა იყო. ეს პროცესი სიმბოლურად ასახავდა ბოროტების დამარცხებას. ყეენს საჯაროდ ამცირებდნენ და საბოლოოდ კლავდნენ, რაც ერთგვარი კოლექტიური განთავისუფლების აქტად აღიქმებოდა, როგორც გამარჯვება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ვერ ხდებოდა. ყეენობა აჩვენებს, როგორ ახერხებდა თბილისური საზოგადოება რთული ისტორიული გამოცდილების გარდაქმნას თეატრად, ირონიად და ერთობლივ ემოციად. ის იყო არა მხოლოდ დღესასწაული, არამედ კულტურული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ქალაქი საკუთარ ისტორიას პასუხობდა, ხმაურით, სიცილითა და სიმბოლოებით.